აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და აჭარის განათლების ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები დოკუმენტზე ხელმოწერით ბათუმში მასწავლებლების სახლის ფუნქციონირებაზე შეთანხმდნენ. მემორანდუმის თანახმად ბათუმის მასწავლებლების სახლის ფუნქციონირებას საფასური ორგანიზაცია და მატერიალური ტექნიკური ბაზის საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფს. სექტემბერში გეგმავთ მასწავლებლის სახლის გახსნას ბათუმში და დღეს სოდეც მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს და ჩვენი ცენტრი აქტიურ თანამშრომლობას იწყებს აჭარის სამინისტროსთან. ჩვენ დავეხმარებით ბათუმის მასწავლებლის სახლის შინაარსობრივ ნაწილში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ძალიან წარმატებული პროექტი იყოს ბათუმის მასწავლებლის სახლი. მასწავლებელთა სახლი ბათუმის განახორციელებს ყველა იმ პროგრამას, რომელიც მიმართული იქნება მასწავლებელთა პროფესიული გადამზადებისათვის. ეს იქნება მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი ტრენინგი, სულ ახლოს ხანში გამოცხადება კონკურსი, ტრენინგის ვაკანტურ ადგილებზე, რომლებიც შეიძლება ადგილობრივი კადრებით, ფინანსურ, ორგანიზაციულ და მატერიალურ-ტექნიკურ მხარეს თავის თავზე იღებს ფონდი, შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, ხოლო რაც შეეხება უკვე შინაარსობრივ დატვირთვას თვითონ ამ პროექტისა და საერთოდ მასწავლებელთა სახლისა, აქ რა თქმა უნდა გამოყენებული იქნება თბილისის მასწავლებელთა სახლის გამოცდილება.